სახლში მინდა ჩემთან რომ დაგპატიჟო. მართლა? ეგ ძალიან. მე კი. შენ? მეც კი, ამოვთ. შენ მაგივრად მე შემრცხვა. მოვიდა და იწუწუნო. არა, არ უწუწუნია არავის. აბა საიდან გაიგე? არ აქვს მაგას მნიშვნელობა, თავი დამანებ ეს საერთოდ აღარ დამირეკო. მოიცა ერთი წამი. ხო. მამა ჩემის ბრალია ყველაფერი რა. ადრე შეტევები ქონდა და ცუდად იყო და ეხლა ფსიქიატრთან დადის და უკვე კარგად არის. აი ეს ამბავი არ ვიცოდი. მოკლედ, მე და ზაზა ვაპირებთ რაღაცას. მართლა? არა, გოგო, მაგას არა. მოკლედ, რაღაცის გაკეთება გვინდა და მინდა რომ შენ ჩვენთან ერთად იყო. რა უნდა გააკეთოთ? სალონი. აბა მოგიკოდა შედა ორივე მქცევა. აი მე მაგ მაკა მოდი გამისკდა თავი უპასუხე. კაცო უცხო ნომერია. ალო. მაგა დათო ვარ. დათო. როგორ ხარ? მომიცხარი რა არ მაქვს რა ბევრი. კარგად დათო, შენ როგორ ხარ? მისმინე მალე გაირკვევა ჩემი ექსტრადირების ამ. აი მე რა მაგარია. ხო, მოკლედ ამის ათქმელად დაგირეკეთ, არ ინერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. აუცილებლად დათო როგორ ხარ? ძალიან გვენატრები. კი, მეც მაგუში მეც. კაი, მოკლედ არ ინერვიულობ. კარგი, თავს მიხედა იცოდე. მაკა მომიკითხე. ლეილა მოგიკითხა. მეც მომიკითხე და წავედი, აბა შენ რაღაც თქვენი ციცი კოსრით მიყვარხართ ყველა. კარგი, მიდი. რა გითხრა? მალე გაიკვევა ექსტრადირების ამბავია. კარგია. რა ხდება? ბებო, მამამ დარეკა. მართლა ჩამოდის? არა დე, ჯერ ვერა. მაგრამ მალე ჩამოვალ და ლიზიკოს რაღაცებს ჩამოუტანო. მგონი ჩამოდიოდა. კაი დე, ჩამოვა, აბა რა სიზავს, მალე ჩამოვა დე. აი მე 9 დაწყებულა, წავედი მე ჩავუცვა თორე დამაგვიანა. უი ლიზიკო, ბებო, მიდი შენს ჩაიცვი. მაკა დათორეკავს. არა და. ალო. გამარჯობა. გამარჯობა სანდრა. ხორგავთ. არა, სამსახურში მივიდოდი ახლა. შეიძლება დღეს შეინახო. კი, ხომ შვიდობა. მარა უბრალოდ ისე საუბარი მინდა შეთ. კარგი. საღამოს გირჩევნია თუ შუა დღეს? იცი ზუსტად არ ვიცი, საქმეს შევხედავ და იმის მიხედვით. კარგი დროზე მოგვიანებით შევთანხმდით. კარგი. დროებით.
დავაი, ახლა ჩამოვწეროთ, რა გვჭირდება, რა ჩნდება, მადლობა ვიდა. ნუ ახლა რაოდენობას მეერე გადავწყვეტ რა. დავაი. მოგდა თქვენ სალონში რეებია ვაფშე იქ ნიმთები. ჰა? რა ვიცი, ბევრი რაღაცებია. ხო, აი ეს მაგიდებს და რაღაცებს დახტი ახლა თქვენთან რო თქვენი საშუალო კუთხე ისე არ გავაკეთებ მე ეს. აი, ნუ გააკეთებ. ოკეი. სარკეები. აუ, სარკეებს რა ვიფიქრე იცი? აი, ვაფშე რო სარკეები იყოს, აი კედლებზე გაკრული რა სულ. არ ხაიქრე აი. ვიდეო დავთქვი ხო? კარგი, კაი, მაგიდები გვინდა? ხო. მაგრატლები? იასნია. და გამოიწერო მაგრატლები. ხო რა, ჯობია. შამპუნები და ეგეთ რაღაცები ვიყიდოთ, კაი ხარისხის და თმის დასაბანი ნიჟარა ჩაწერე აუცილებლად. მანიკურისთვის მაგიდა და სტერილიზაციის აპარატი. არა, ოკეი. მანიკურის მაგიდა. მანიკურის, ხო. მაგ შამპუნებს და რაღაცებს საცობიდან წამოვიღებ ძალიან იაფად რა. კარგი, კარგი. ელე. ხო. მოიცი ხა შენ ძალიან მაგარი გემოვნება გაქვს და სალონი შენ უნდა მოვაწყო სულ აი ეს ლამაზად საკაი. ხო, აბავი. რა შევიცდად. კარგი. მისმინე ხა. ოკეი, ჩვენ წავიდეთ ხა შვალერი ვიყიდოთ, ხო? და თან ფართიც მოვზომოთ რა, რამდენი მაგიდა ჩაიდგება. მე ვერ წამოვა, იმიტომ რომ სალონში უნდა წავიდეთ. კაი, წამოდი ხა მარტო მოგამშვიდე. არა, ზაზა, ისედაც ამდენჯერ გავაცდინე, ვერ წამოვა. გეხვეწები. აი ერთხელაც გავაცდინე და აღარ გთხოვ, ძალიან გთხოვ რა. აი, მაშინ ბოლოჯერ. ხო, კაი, ბოლო. კარგი. ოკეი. კაი, მაშინ შავალე მანქანას გავახურებ და ჩამო, ხო? კაი, მიდი. კაი, კარგად ვიკადროებით. კარგად. აბა. რამდენჯერ უნდა გავიცდინო სალონი? რა უქნა მითხარი, ბოლოჯერ. არა, დაურეკავ რუსტანს და გავაფრთხილე. არა, რუსტანს კი დაურეკავ, მაგრამ ის ხო არ მიიღებს შენ კლიენტებს. რა უქნა? ჩო, შვიდად რა, სანერვო არ ვა, საღოლ. საქმე დაიხურა? დაიხურა. და ის რას ამბობს? კარი. ხიბა რა უნდა თქვას. მეგონი ყველაზე მეტად მოგებული ეგ დარჩა მაქეთ. თუ ვინმე შეიძლება მოგებული დარჩეს. ნუ ясно. მანქანებზე ჩალით შეჩიმა, ტიპმა ერთიანად მოხიამ ხელოსაკ. მაგრამ თავარი ბოლომდე მოიხადოს და რამე ახალი სიუჟეტი არ გამოაცხოს მაგრამ. დაწყავდი რა, შევრიზებს აბსოლუტურად. იმედია. ტატო რა შევა? არ გამოჩენილა? არა, სახშია გამოდეთ. თულია ძალიან. საოცრებს რაღაც დამოშვიდები და დადის მე გაბრუებული. კაი. მე ბუღალტერიაში შევიდე. ახალი გოგო მოვიდა, რამაზის ახალი პიარი. რაღაც საქმე აქვს თვითონაც და მოკლედ თუ მოვიდეს დამეულოს. აი, ხარ. ვინ გოგო? აბა მე რა ვიცი. კაი ნაშარა. მოვა და ნახავ. რომ მაგრაც უნდა გძნობ თავს რა. რა, ვერ მიხოთ. რაღაც აი ტატოს პონჩი რა, აი არ ვიცი. აი სახში რო არის გამოკეტილი და ჩვენ აი აქ ვართ, კაროჩ, არ ვიცი. მაგრამ აი რა უქნებ მითხარ. ნუ რაღაც უნდა უშველო, დაველაპარაკოთ და სადმე წავიდეთ და უნდა გაერთოს. არ ჭრის ეს ლაპარაკი ხო ხედავ. ფსიქიატრი უნდა უყანოთ. ფსიქოლოგი უნდა. რა მნიშვნელობა აქვს? ნუ აუყვანთ და რაღაცას დაელაპარაკება და იქნება აზე მოიყვანოს ცოტა. რა, შეიძლება. იცი ვინმე ეგეთი. მობრძანდით. ბიჭებო. ვა, ხარია. ეკოსა. გამარჯობა. შენ როგორ ხარ? რა ვიცი, მეც კარგად. აქ ჩვენთან მოხვედი? არა, თქვენთან არ მოვედი. ბახოსთან მოვედი, თქვენი კაბინეტი დავთქვით შეხვედრისა. ეს თქვენ ხართ ეს ახალი პიარი? დიახ. რამდენიმე კვირაა რაც დავიწყე ხო? სასიამოვნო მოულოდნელ. კიდოცა ძალიან კარგი. დაჯიქ. ვახო მალე მოვა. აქ დამოლოდოსო და? კაი, დაველოდები. და როგორ მოგწონს ჩვენი სამსახური? ძალიან საინტერესოა. ясნია, აბარა. ტატო არ არის? არა, ტატო არ სახშია და შენ თეკოსთან ხო არ გილაპარაკია? კი, ველაპარაკე გუშინ და ძალიან ნერვიულობს ტატოზე რა. ხო, ჩვენც ხა ვლაპარაკობთ მაგაზე. და უკეთესად არ არის. არა, რავი, აი ხა ბაზრობით ფსიქიატრი რა რო აუყვანოთ. ფსიქოლოგი. ფსიქოლოგს. კაი აზრია. რავი, რაღაცა დაელაპარაკება იულისგან რა მდგომარეობიდან გამოიყვანს ცოტა რა. ხო და ყავთ კაი ფსიქოლოგი. აჰა. და მე რო გირჩიეთ ერთი კაი გოგო? დავაი. კაი ნახავ, მერსი.
აუ სწორია ნეტა. და ძველ საბუთებს რა შევადაროთ? აი კაი აზრია სხვათა შორის. ხო ნუ ეგ არის. ნუ სწორი ყოფილა და მოვაწერ მაშინ ხელი. მოგძანდით. შეიძლება. მოდი შემოდი. შოკოლადი მოგიტანეთ შვეიცარიიდან ჩამოვიტანა ჩემო მეგობარმა. ძალიან კაი გოგო ხარ. მე როგორ მინდოდა ეხლა შოკოლადი. აუ ყავხორდავლიად. რატომაც არა, მიდი გააკეთე რა. არა მე არ მინდა პაციენტი მყავს. კარგი, მაშინ ჩვენ დავლიად. თიკა, აბა მითხარი ეხლა როგორ მოგწონს აქაურობა. ვერ ვისაუბრეთ მე და შენ დროც არ იყო და რა ვიცი, კმაყოფილი ვარ, უფრო მეტი საქმე მაქვს და უფრო მეტი პასუხისგებლობა ვიდრე წინა კლინიკაში. შემდეგ ეხა კეთი რადაში იყო? ხო, ვიცი, მიყვებიან პაციენტები და ძალიან უყვართ. კი, ქეთი მართლა ყველას ძალიან უყვარს. გუშინ ერთმა პაციენტმა თავის შვილი მოიყვანა, ქეთი უნდა გაბაცნო. კაი, რა გამაგიჟა. მერე რო გაიგო ქეთი გათხოვილია, მერე მე მკითხა, შენ ხო არ ხარ გათხოვილია? აუ, ეს მგონი ის კაცია, ქეთის ყვავილებს რო უგზავნიდა. მახსოვს ეგ კაცი. აი, მე არ ვიცი, სახელი არ მახსოვს. მოდით ეხა შოკოლადიც გავსინჯოთ. შავი შოკოლადია? ნახევარი შავია, ხო, რაღაცა თხილით და რაღაცა. როგორ მიყვარს თხილიანი და ვერცხლი. მოგძანდით. მიდლება? უი, აკაკი მოდი. მე წავედი პაციენტი. მე შენ და მისმა ბათუმში მგონი ხართ. კი, ბათუმში ვარ. უბრალოდ რაღაც საქმეებზე გამოვიკეცი და ბაიამ გამომგზავნა თქვენთან. რა იყო ხონშიდობა? კი, უბრალოდ მე დღეს უნდა გავიქცი და ვეღარ ვნახავ და ეს საბუთები უნდა გიტოვოთ. ნუ თუ ჩამობრძანდა ქალბატონი, აუცილებლად გადავცემთ. კი ბატონო. რა იყო რამე სიახლეები ხო არ არის, როგორ არის საქმე? სიახლეები არის, საქმე დაიძრა, მაგრამ რო გითხრათ, კარგი ამბებია თუ მოგატყუებთ. ნუ, რას ვიზამთ? ხო, გაიწელება რა ეს საქმე. ესეც საქმე ყოველთვის დიდხანს მიდის ხოლმე რა. თან მეორე მხარესაც სხვა ინტერესები აქვს, ბიზნეს გაყიდვა უნდა და. როგორ? არა, ამ წუთას ახლა ესე ვერ გაყიდიან, რა თქმა უნდა, სანამ ეს პროცესი მიდის. მაგრამ ნუ ის მარინა მელაპარაკა და რაღაც შეთანხმებაზე უნდა წამოსვლა. გაგიჟდები რა, ის თუ გამორჩენაზე არიან რა. ხო, მაგრამ ამ სიტუაციაში არ არის ცუდი წინადადება, იმიტომ რომ მითხრა რომ ბაიაო თუ თანახმა იქნება, არჩევს გამოიტანს, ბინას გავყიდით და ორივე მხარე მოგებულები ვიქნებით. პრინციპში მართლა არ არის ეს ცუდი წინადადება. ხო, თუ ავითვალისწინებთ თან იმას, რომ დიდი შანსია ბაიამ ეს პროცესი წააგოს. არ არის ნამდვილად ხელიდან გასაშვები წინადადება რა. ნუ ეს უკვე ბაიას გადასაწყვეტია. კი, რა თქმა უნდა. მე ველაპარაკე კიდე საუხსენე ყველაფერი და მოკლედ ველოდები ბაიას პასუხს რა. გავიქეცი მე გოგოები. კაი, არ წახვიდე, მოდი ყავას დაგალევი. არა, უნდა გავიქცე, მე ჩქარება. მოკლედ დაგიტოვებთ ამას და ბოდის გიხდით რომ ესე შემოგეჭერით. კაი, რა სამბაკაკი, დიდი მადლობა, ჩემო კარგი. ისა მოგვიკითხე. აუცილებლად. ჩემგანაც, კარგად. ნეტა რა სიზამს ბაია? არ ვიცი, წარმოდგენა არ აქვს. შოკოლადი გახსნით. ნახე ესაა კარგი, ახალი მოდელი არის და. და რამდენი მეგაპიქსელი აქვს? ამის წინას ქონდა 12 რა და ის ძველია და ამას უფრო მეტი ექნება რა. აუ, კაია ხო ეს? კი, საკაიფო ძალიან. თან ველოსიპედზე წინ რო დავუყენებთ და დადიხარ, იცი რა მაგრა იღებს? აუ, ვიდეოსაც იღებს, ხო? ხო, აბა, Bluetooth-იც აქვს და Wi-Fi-იც. ძალიან მაგარია. კი, ძალიან მაგარი. აი ამასაც არ აუშავს რა. ნახე რა მაგარი ხარისხის ვიდეოს იღებს. ხმაც ძალიან კაია. ხო, ძალიან. მე გიგასი მაქვს რა და ეხლა უნდა დაუბრუნო ცოტა ხანში. ის კი არის ძველი, მაგრამ ისიც ძალიან მაგრა იღებს რა. Привет! ხო, დირა შვები. და ხარ? სად არა ის? თელგრია ჩურჩხელას და ღვინოს ყიდულ. ჯონათანმა ეხლა ჩემს მშობლებს მოეწონა თუ და წამოიღო. თვითონაც აიღო ხო უეჭველი. ხო, აბა. რა შვები თქვენ? არაფერს რაღაც აპარატებს ვათვალიერებთ რა. შენ თავს ვიცავარ, პროფესიონალურ კამერას ჯობია ნებისმიერი. ხო, ესენი ძალიან პრაქტიკულია. შენ არ მგაკ აპარატი? არა რა აპარატი ძალიან ეზარები. ჩემ ტელეფონი რა და თუ რამე ჯონათანს გამოვართო კამერას. ხო, მაგრამ ამ ხელა აპარატის და თან ობიექტივის წაღებას ის GoPro წაიღე რა, სადაც გან დაიმაგრებ მოძრაობ ქუჩებში და იღებს თან. ეგ მართლა ძალიან მაგარია.
რა GoPro ბარგი ვერ ჩამილაგებია კიდე. აი, რაღა ბარგი ჩალაგებს რა უნდა მართლა. იქ ხა გრილა და თბილი ტასაც ვერ უნდა წავიღო და თან დედაჩემმა რამე ლამაზიც იყიდა და წაიღაო. ჩავიდა 1-2 კაბა შენ კიდე. მიმოქვს, მაგრამ ნუ ახალიც წაიღაო. მოკლედ თელ დღეს ჩხუბობ და ძალიან მოქვს ნერვები მაშინ. აი რა ტყუილა ისე ნერვებს შენ კიდე. აი მართლა რა განერვიულებს. ისე დაძაბული ხარ ხა და კიდე კაბებზე თუ არ ინერვული არაფერი არ მოხდება. ხო რა ვირა. აი ხეთი რა მითხარე? რომელი ჩემოდანი კიდე შენ დიდი თუ პატარა? ურავი აი ის პატარა იყოს რა, იმიტომ რომ ისიც მოქვს ბორდის ჩემოდანიც და მეტი არ დამჭირდება. აი მე შემოგცემ მე იქ გქოს. ვინ გაციელებს? არავინ. რატო? აი კაი მეც თვითონავ უნდა ჩავიჯდე და წავიდე. რა მნიშვნელობა აქვს სახში მაკოცებენ თუ თვით აეროპორტში? ჩვენ არ გაგაცილოთ, ანუ თქვენს აღამას მოდით რა ჩემთან სახლში. ჩვენ გაცილება გვინდოდა რა ვიცი. კაი რა აზრი აქვს რა. აი რავი როგორც გინდა. მომცემ ჩემოდანს დღეს? კი, წამა იქით მოხსნა. დროებით. პაკა. ძალიან დავიყალე. აი, ისეთი დაღლილი ვარ, ყავა მიდგას წინ და დალევის თავი არ მაქვს. ყავაც არ მინდა რომ მივალ უნდა დავიწინო ეკრევე რა. ჯერ ადრე. გოგო, როგორ ახართ? რა ვიცი, კარგად რუსტენ შენ? ძალიან ლამაზად გამოიყურებთ. მადლობ. ისვენებთ? ყავას დალევ? არა დავლიე უკვე. პროფილი გვაქვს. კლიენტი მოყვართვა. არ მინდა. ელენე არ მოსულა ხო ჯერ? არა, მალე მოვა. ხო, ვიცი დამირეკა გამაფრთხილა. დილიდან დადიან ელენეს კლიენტები რა. არა უშავს ახლა ელენე საერთოდ ეს რაღაცებს არ აკეთებს. მაგრამ ისე დაიმახსოვრეთ რა. ელენესაც ვეტყვი რა თქმა უნდა. ასეთი რაღაცა აღარ განმეორდეს. არ შეიძლება. ეს კარგად დაიმახსოვრეთ. ჩემთან ვიყიდე. ქალბატონო რუსუდან 2 წუთით გცალია. კი რა იყო? რაღაც საქმე მაქვს და კაი წამოთ. ვიკა, თუ ვინმე მოვიდა გეხვეწები შემოძახი, კარგი? კარგი. მოდი. აბა ხდება ნენე? მე ქალბატონო რუსუდან ძალიან იმერიდება, ბევრი ვიფიქრა, მაგრამ გადავწყვიტე რომ თამამად ვისაუბრო ამ თემაზე. მოგრევიდება მითხარ. ნუ აქ რამოდენიმე თვეა რაც აქ ვარ სალონში, ყველაფერი ძალიან მომწონს, ყველაფერს კარგად შევეწყვე. თქვენ, ელენე, ვიკა, ერთი ოჯახივით ვართ, რა ვიცი. მიხარია რომ მოგწონს აქ ყოფნა. ხო, ერთადერთი რაც მაწუხებს ჩემი ანაზღაურებაა. ანაზღაურება? რატო? ნუ აღმოჩნდა რომ ყველაზე დაბალი ანაზღაურება მაქვს სალონში და ჩვენ რასაც შევთანხმდით იმას გიხდი. ხო, მაგრამ არ ვიცოდი თავიდან ესე რო იქნებოდა. არა, საყურებლო, ეგრე არ არის ახლა რა. შენ რაც მითხარი, მე ისე გიხდი. ახლა სალონში აქ დაბალი, მაღალი ვინმე ხელფასია, გეგო შენი პრობლემა არ არის. ხო, მაგრამ ზოგჯერ ძალიან ბევრს მუშაობ. ხო, მაგრამ ხო აისახება ეს შენს ანაზღაურებაზე ბონუსებად. არა, თქვენ ვერ გამიგეთ. სხვის მაგიროდაც მუშაობ ხოლმე. ელენეს გულისხმობ? დიახ, ელენეს. ნუ შენ როცა დაგჭირდება ელენე იმუშავებს შენს მაგირად. აქ ეგრეა გოგოები, ვიკა და ელენე დიდი ხანია აქ მუშაობენ და მაგათ მე თვალდახუჭული ვენდობი. გასაგებია. მომისმენი ჩემო კარგო, შენ ჩემთვის ახალი ხარ რა. იმისთვის რომ შენი პროფესიონალიზმი დაგვემტკიცო დროა საჭირო. ესე მარტივი არ არის და მე როცა გადავწყვეტ რომ შენ ხელფასი უნდა მოგიმატო, აუცილებლად მოგიმატებ. ჯერ ამას ვერ ვხედავ. კი, მიხარია რომ კარგად მოეწყვე, შენზე საჩივრები არ შემომდის, მაგრამ მე მეცველოდები. კარგით, გასაგებია. დამტკიცე რომ ღირსეული წევრი ხარ ჩვენი გუნდის. მე მარტო საუკეთესოებს ვანებივრებ და ვენდობ. კარგით, ბოდიში რომ შეგაწუხეთ. კაცრავით. არა. მომიტანე მე. თურქული ყავა და წყალი. ეს თურქული ყავა და წყალი როდიდან? შავი არც რომ მევასებას ის. როდიდან?
აი და ჩუთათიასთან რა ხდება? დაამთავრე ყველაფერი. ეგრე გამოვიდა. მაგას რანი ტიპი ხარ? ჯერ მოდი ხარ მოგიყვები ხოლმე რაღაცები, პაპულებ, მიყვარს, მევასებო, გიჟდები და მე ფეხებზე იგიდებ და. რა. დამჯერა ეგრე ჯობია რა. ეს აუგო. გამარჯობა. გამარჯობა. დავგონდით. რამეს ვარ მირთმეთ? არა, მადლობთ, სამსახურიდან გამოვედი და მალე უნდა მიბრუნდე. მოგაცდინეთ ესე იგი, ხო? არა უშავს. აბა რა ხდება? მოგილთ როგორც გითხარით, ამ ჩვენი მეგობარია ძალიან ცუდ მდგომარეობაში რა. ბიჭია, ხო? კი, ბიჭია, ჩვენ ხარ. ანუ რაღაც უბედური შემთხვევა მოვიდა. ამის ბრალი არ იყო, რეალურად, მაგრამ ძალიან განიცდის რა. სახში ჩაიკეტა, არავის აღარ აელაპარაკება. დამაფშტულებს თუ სულს. კი, რაღაცა ძილის წამლებს სვავს. ერთხელ ცოტა მეტი მოვიდა და კი ნამხედებს ჩაუკვდა. სუიციდის ცდილობა ხო არ ყოფილა? არა. სუიციდი ნამდვილად არ ყოფილა. ხოდა მოკლედ ანუ გვინდოდა თქვენთან დალაპარაკება, იმიტომ რომ იქნებ თქვენ დაელაპარაკოთ და თქვენ გამოიყვანოთ მდგომარეობიდან რა. თქვენმა მეგობარმა იცის ჩემს შესახებ, მე რომ უნდა არა, იმიტომ რომ ვიფიქრეთ, რომ ჯერ თქვენ დაგელაპარაკებოთ და ჯობია ჯერ მას დაელაპარაკოთ, იქნება არ სურს ჩემთან ვიზიტი. ხო, მაგრამ ანუ ისე რო ქნათ, რომ თითქოს ანუ ფსიქოლოგი რო არ ხართ ვითო, მაგრამ რაღაცა ეგეთი. არა? არა, ესე არ შეიძლება. კარგით, მაშინ დაველაპარაკებით და დაგიკავშირდებით. კარგით, მაშინ ველოდები თქვენს წარს. ძალიან დიდი მადლობა. კარგი დროებით. ნახვამდის. ნუ დაველაპარაკოთ რა. იქნებ თეკუსაც დაველაპარაკოთ. და სამივე ერთად ნახოთ რა. მეც მაგას ვფიქრობ. ორი წუთი სახე გამიჩერე რა გთხოვ. მე ხე ეს ბიჭი გავიცანი იმ დღეს. გიორგი? შენი ძმა? ხო, შორიდან და სად გაიცანი? ერთად ვიყავით მეგობრის დაბადების დღეზე. კაი ტიპია? აუ, რავი, ამბობენ ძალიან კაი ტიპიაო. ანუ ეგრე ყველაზე ამბობენ კაი ტიპიაო. ხო, მაგრამ ძალიან მაგარი სამეგობრო ყავს. ძალიან კარგი ოჯახი და ფულიანია. არა და აქამდე კი არ ვიცნობდი პირველად ნახე. ხო, შენ ვისაც პირველად დაინახა. აქ ნახე რა საყვარელია. აუ, მართლა ძალიან მაგარი ტიპია. ჩვენ და ქალს მოწონდა და მთელმა სადაქალო მაგრად ვიჩალიჩეთ ამ ტიპზე. მერე? რავი, ერთ-ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, მე ჩემი დაქალი წავიდა. ისა გიორგის დიდად თავი არ მოუკლავს ყურადღებით. გოგო, Facebook-ზე დიდად კი არ აქტიურო. კიდე რა იცით სადაქალო მითხარი. და შენ რა გაინტერესებს? რავი, ყველაფერი სადერთობა რა საკეთებს ადადეს. რავი, ეგეთი ტიპები სადაც მოძრაობენ, იქ არის სულ. და მაგის მეგობრებს იცნობ ტატოს და ზუკას. უშ არ ვიცნობ. არა. და მე მგონი გოგო წყობს მაგას. ქერა. ოკი, დაბადების დღეზე იყვნენ ერთად და ვნახე. მაშო, შენ მე მგონი სერიოზულად დაინტერესდი. რა გაგიკვირდა, ხა კაი ტიპია და დავინტერესდი რა მოხდა. დედამისი სალონი იცი? კეკელიძეზეა. უეჭველი გეცოდინება. სალონი თუ ქონდა მართლა არ ვიცოდი. აუ, ხო, თან ძალიან მაგარი. სადღაც მაქვს ვიზიტკა, თუ გინდა მოგცემ. აუ, ძალიან მინდა კი. და თვითონ გიორგი მუშაობს სადმე? აუ, რავი, რამოდენიმე ბიზნესი აქვს მამამის და ძალიან მაგრად არიან და რატოღა იმუშავებს. შენ რა დეტალები გწოდია? ხო, გოგო, ესე ვიცით დაქალებმა. ვიღაც ბიჭი რომ მოგვეწონება, აი, ეგრევე გამოძიებას ვიწყებთ. და ამ გოგოსთან დიდი ხანი არის დადის? მოვიდე. აუ, არა, ჯერ არცალი აქ თხავ ცოტა. ამას კიდე აგიშებ? აუ, მე რას ვაგიჟებ? ხა ერთი სულელი ბავშვია მართლა რა. ერთი სული მაგ გადაღებები როდის დამთავრდება? ძალიან შეგაწუხა ხო? მართლა ტვინი წაიღო. მგონია რომ მომწონს და რაღაცებს ჭიდავს ხოლმე. მე შენს გავუჭედე.
ანუ მე რო გაუჭედო ძლივს დავითანხმე თანგალზე და ეხლა გაიქცევა აქედან მართლა და ბარემ დამთავრდეს გადაღებები და დამთავრდება ყველაფერი. რას მეუბნებოდა გიორგი რამდენი ხანი არა სტატის მოგოსთან? დაახლოებით 1 წელია მე მგონი. მოვჭით. ამაზე ხარ. ძალიან გთხოვ რა ვიზიტ კარტის ამბავი არ დაგავიწყდეს. კი, მოძებნი, ეხლა მოძებნი. არა პრობლემა. და სადადის ხომ ეგეც გამარჯვება? აუ მაშურა. კაი კოცი. ოკეი, ხვეწები მაგას დავუძახე რა. მე არ დამაძახებინო, ხე შენ დაუძახე შენ თვითონ. ბაკო! შემოდი. სადიყავით? დომინოს თამაშობდით მე და ალეი და სამი ხელი მოუგე გასკადაგულზე. კობაი სად არის? კობაი პუნქტის ეზოში არის ბირჟაზე, ბიჭებთანა. რას დაითხრება ეგ აქეთ იქ და ახოლი ეგ დასყიდან ბიჭებს. ეგენი დედაბუდიანი მორფინისტები არიან, ხო იჩენა. მოდი დედა ჭამე შენცა. არ მინდა. მივახშმე და ჩაიც დავლი. ნუკა. შალა. ერთი წუთი ყური დამიგდეთ. რა ხდება დედა? რა ხდება და იბალღი მან აღულებს ძალიან. იმბალღი ნინოი? ნინოი ხო, ნინოი. ვერ ახედავთ როგორ გახდა? ჰა? მერე? რა მერე? ჭამოს და არ გახდება. მაგას არაფერი არ აკლია, ყველაფერი აქვს. დიეტა უზუ გაიზახა და ხო, და გახდა კიდე. არა, ვერ ახედავთ როგორ გახდა და როგორ არის გოგო ვერ ახედავთ. იქა ვერც აჭამს. არც აძინავს. და რომ მოდის ჩვენთანაც უ ჩაღამებული თვალები აქვს. ხედავთ ამას, ა? მერე ვისი ბრალია? აი მაგ კითხვას რა აზრი აქვს ეხლა გამაგებინე? ა? რა გინდა მაგით რო თქვა ხარ? უშველოთ იმ ბავშვს. რა უნდა უშველოთ რა აქვს მისახედი ოღონდათა. კაისა ჭამს, კაისა სვავს, კაი ოჯახში არის რა. რა აქვს საშველი რა? მე ვიკითხო თორე მაგიდან ჩვენივრად არის ეგა რა. მაგას არაფერი არ აკლია. მოეშვას პრანჭოს და ყველაფერი კარგად იქნება. გოგო შენ დედა ხარ? დედა რა თმეუბნება? არა ვერ ახედავ როგორ იტანჯება? არ იცი რომ ის ბიჭი არ უყვარს. მოიცა. მითხარი ერთი რას იტანჯება? რასა და არ უყვარს ის ბიჭი. ნუ დაიწყე ახლა ეგენი სულ ეგრე ამბობენ ხოლმე რა. მე მაგასა უთხარი. ენას კაბილი დააჭირე. ცოტა თავი დაუხარე იმ ბიჭსა და ისიც კარგად მოგექცევა მეთქი. კლავერ გოგოსა, კლავერ გოგოსა. რა გინდა ახლა შენ რას მეუბნები და მოვკიდო ხელი და წამოვიყვანო და დავისვა აქა? დიახ. წამოვიყვანოთ ცოტა ხან. მოვიყვანოთ აქა. ბავშვი გამოკეთდება, კარგად გახდება და თავი წავა მერე. მაგისი ფეხი არ დავინახო აქა. შენ ახალო ის ბავშვი რაღაცა ჭკუას გირებს და ცოტა ფრთხილად იყავი, გაიგე? ბაბუში მოგემოს, ბაბუში მოგემოს. ზუკა როგორ ახლა? კარგად რუსტენ შე როგორ? კარგ. გიო. დიას ტელეფონი მომერა. დიას ტელეფონი რა თქვი? ლირიკომ გახსნა რაღაც კაფე. და გეპატიჟებათ ორივეს. აი მე რატომ ეპატიჟები? აი აუცილებლად მოვიდეს დიას და გიორგიცო. რომელ საათში? აი არ ვიცი დავაზუსტებ გიო მომერა ტელეფონი. მე თვითონ ვეთყვი დიას. მე მინდა ზედი რომ დავპატიჟო. მადლობა და ხო იქნებით აუცილებლად. ბოლთ. კაი, გავალაპა ახლა. კარგად დროებით. ბიჭო, დიასთან მაიცია? ხო რა ვიცი. ეგრე გაასერიოზულე ჩეჩ. გავასერიოზულეთ, просто შემთხვევით ნახეს. დანუ ატნაშენიაში როგორ არის? ისე გაი. ძალიან კაი დოღადო. და რუსტანი ხანსად პატიჟებს ხანსა, რატო ვერ ხვდები? კაი. ეკო იქნება.
Привет, Секу. მოგიხარ. კარგი, შენ? მოგიხარ. კარგი, შენ? დაჯიქსად მე. რა ხდება ახალია რომ მე? ზავი, ახალი არაფერი. ჩვენსკენ ხო შეიძლება? არა, არც დაურეკავს საერთოდ. არც მე არ დამირეკავს. თეკო მესმის შენი პოზიცია. მაგრამ რა არის იცი, ჩემი აზრით ეხლა ჭირდება მაგ ადამიანს შენი გვერდში თქმა. ვიცი გიორგი, მაგრამ თვითონ მრჩევნია, მე მგონი რომ მარტო იყოს. არა, იქ ანუ მესმის რასაც ამბობ, მაგრამ ანუ ყველაზე კაი ვარიანტი არის ხა ის რომ შენ ყავდე გვერდში რა. მოკლედ დღეს მე და ზუკა შევხვდით ერთ ფსიქოლოგს. ფსიქოლოგ? ხო, თათი ამ გვერდშია ანანო აპესაძე, ხო იცი? არა უნდა მიგეგეთ. ხო რა, შევხვდით და ძალიან კაი გოგოა, პროფესიონალია და რა ძალიან მოგვეწონა. თუ რა თქვიათ ფსიქოლოგი? ეს მე რა თქვინდა, ტატოსთვის რა. ანუ ჩემი აზრით ხა მაგ ადამიანს ჭირდება ვინმე ვის დაელაპარაკება და გამოიყვანს მდგომარეობიდან რა. რა ვიცი, ალბათ კარგი აზრი არ ვიცი. ხო რა, კაი აზრია, იცი რატო რომ ჩვენ არ გველაპარაკება? შენ გეჩხუბება? ვიღაცას ხომ უნდა დაელაპარაკოს, რაღაც გული გადააყოლოს. ხო და თან ამ გოგომ გითხრა რომ ამ დაელაპარაკეთო და კითხეთო, ანუ თუ თანახმარიო რა. დაელაპარაკეთ მე. მოიცა რა, ეხა ეგრე არ გამოვოთ ეკო, ნუ რა, დაელაპარაკეთ. შენ შერიგებას არ აპირებ? ვაპირებდიო, როგორ არ ვაპირებ. უბრალოდ გონია რომ ამ ეტაპზე ურჩევნია რომ ცოტა დაალაგდეს. რა ვიცი, კაი იქნებოდა მე მგონი სამივე ერთად თუ დაველაპარაკებოდით. ხო რავი, თან ჩვენ არ დაგვიჯერებს და ეხა შენ დაგიჯერებს რა. მე ეჭვება, მაგრამ კარგი. როდის აპირებთ? ხო, ძალიან. კი, როგორ არა. ოღონ თან რა ვქნათ, იცი რომ ანუ თავიდან ჯერ შეურიგდი, რომ რაღაც არ იეჭვოს რა. Stop, ვაკო, stop. კარგია. არ დაამტვრიო მართლა ეს ტელეფონი, ბაჭა. მოკლედ მეგობრებო, როგორც იცით, ხვალ გვაქვს ბოლო გადაღების დღე. სალომესთან შეათანხმებთ სტარტის დროს და მე ყველა ერთად წავალთ და ამ ამბავს აღვნიშნავთ. ხო ესეთი? კარგი, ამ წამოდი შენ გამომწევი მონტაჟი. ამბობ ჩავკაბა. არა, კაბა არ მიხდება სამ. კაი, სათმო წაყვდეთ აბა მოი. ხო, აუცილებლად. ბაშობი. ხო, გადაღების დასრულებას ველოდებოდი აქამდე. სალია დღეს. ბაკო დღეს მე არ მცავია. ბაკო, ხალხა მოდიხარ? ხო? ხო, აი, ბანკეთზე თუ რავი რაც ქვია. კი, წამო. ძალიან კარგი. უეჭვარ წამო, ხო, სიას მიგაწერ. კი, უეჭვარ. კარგი. აქ მე ხო? ხო, მგონი. რა. მეც მგონი. ერთად ხარ წავიდეთ. წავიდეთ. და კაი. კაი, მაშინ სხვებსაც გვეტყვი ხო? კაი. კაი. შენ გჭირდება ფსიქოლოგი. რომელთანაც გაივლი ესე ვთქვათ რეაბილიტაციას რა. ან რომ დაელაპარაკო და ცოტა გამოგიყვანოს მდგომარეობიდან. მგონი არ იქნებოდა ცოტა. შანსია რა. თუ გგონია რომ მომწოხარ, აი ძალიან შემცდახარ ვაკო რა. თუ მოგწონ ვარ კიდე მე ძალიან ფეხზე მკიდია რა. შეყვარებულების დროს რატო ვთამაშობთ, ვერ გავიგე, მადგები, მაკონტროლებ კუჩიდამდე, აღარ შემიძლია, გაიგე? შეიგნე რა. მოკლედ, მე გადავალ ნატოსთან და შენ გამორჩენთან. შენთან? მე გეშინია მარტო ცხოვრების. ნინო. დედიკო გინდა შემიქედა წავიდე.